გუდაურის მმართველობა თბილისის მერიისგან ეკონომიკის სამინისტრომ გადაიბარა, უწყებებს შორის შეთანხმება შედგა. მიზეზები დღეს მხოლოდ დედაქალაქის მერიაში განმარტეს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მთავრობას ჰქონდა კითხვები, რომლებიც ეხებოდა მმართველობის ფორმას. ასევე ვერ მოხერხდა თანამშრომლობა ვერც კურორტის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგები დღეს დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას წარუდგინა. სამთო სათხილამურო კურორტის განვითარების საკუთარი გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროსაც. პირველი საბაგირო დავდგეთ, იყო უკაცრიელი ადგილი, არაფერი ხარ ხდებოდა. ფეხით კეპნებით თავს და მერე დავიწყეთ რაღაც ვაგონებისგან მშენებლობა პირველი. ასეთი ახსოვთ გუდაური იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს და ციცაბო ფერდობზე პირველებმა დატოვეს თხილამურის ნაკვალევი. იმ დღიდან 33 წლის შემდეგ პატარა დასახლება მასშტაბურ კურორტად იქცა, თანამედროვე საბაგიროებითა და ექსტრემალური სათხილამურო ტრასებით. ახლა ეს უკვე თანამედროვე კურორტია. მე იმედი მაქვს, რომ ეხანდელი ხელისუფლებაც ამას სერიოზულად მიუძღება და შესაბამისად თანხებსაც გამოყოფს და მართვასაც სწორად წარმართავს. 2011 წელს გუდაური მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე 5 წლის ვადით სამართავად თბილისის მერიას გადაეცა. მაშინ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა კურორტის საინვესტიციო პოტენციალის ზრდის მოტივით ახსნა. 2 წლის შემდეგ დედაქალაქის მერიამ გუდაურის მართვის სადავეები ისევ ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნა იმ არგუმენტით, რომ უწყებებს შორის კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა ვერ შეძლო. ვინაიდან ცენტრალურ მთავრობას ამ ფორმაზე მმართველობის თავისი კითხვები ჰქონდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ამ ვითარებაში ჯობია ცენტრალურმა მთავრობამ აიღოს უკვე პასუხისმგებლობა, ვინაიდან არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც სწორედ მთავრობის გადასაწყვეტია და შესაბამისად კოოპერაციის გარეშეს არ გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კურორტი ფეხზე დგას, დღეს კურორტი განვითარებულია, ეს ნიშნული მაღლა აწეული და მე წარმატებას უსურვებ მთავრობას, თუ კიდევ უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებს გუდაურში. მართვის სადავეების გადაცემასთან ერთად თბილისის მერიამ საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების ანგარიშიც წარუდგინა. 2 კილომეტრნახევარიანი გონდოლა, განახლებული საბაგიროები და ტრასები, ათობით ახალი სასტუმრო და მიმდებარე სოფლებში რეკონსტრუირებული 41 ნაგებობა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ 5 წლიანი გეგმის შესრულება გუდაურის მმართველმა ჯგუფმა დათქმულ ვადაზე ადრე 2 წელიწადში შეძლო. საბაგირო სადგური გაკეთდა 2 კილომეტრნახევრიანი. შესაბამისად ეს იყო ყველაზე დიდი პროექტი, ძველი ყველა საბაგირო მოდერნიზებული იქნება. კურორტთან დაკავშირებით მასშტაბური გეგმები აქვს ახალ მმართველსაც. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ გუდაური კვლავ მთავარ პრიორიტეტთან ნუსხაში რჩება. უწყება უკვე მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც ის კავკასიაში ყველაზე დიდ სამთო სათხილამურო ზონად უნდა იქცეს. არის საუბარი, რომ გუდაური მიუერთდეს კოოპს სასიარულო გზებით, გაკეთდეს ის საბაგირო, რომელიც დააკავშირებს ყაზბეგის რაიონს და მთლიანი ერთი ძალიან დიდი კურორტი აღმოცენდება კავკასიაში. არანაკლებ მიუწვდომია გუდაურ ზაფხულს. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად მუშაობთ, მაგალითად ჩარშაშა ვიმუშავეთ ველო მარშრუტები, კონკრეტულად ამ რეგიონისათვის. ამ ზამთარს გუდაურს 88,000 ადამიანი სტუმრობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, გასულ სეზონთან შედარებით წელს ვიზიტორთა რაოდენობა ჯამში 42%-ით, უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ კი 120%-ით გაიზარდა.